Ყობრიდან გამოსული საირიგაციო სისტემა მოშლილი ინფრასტრუქტურა. ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც წყლის სეზონის დადგომისას აქტუალური ხდება. ფერმერები ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვას ვერ ახერხებენ, რაც მათ ნათესებზე უარყოფითად აისახება. გლეხების ნაწილის თქმით, ისინი მხოლოდ ბუნებრივ ნალექებზე არიან დამოკიდებულნი. ნაწილი კი ამბობს, რომ ნათესების რწყვა გრაფიკით უწევთ, რაც არასაკმარისია. ისინი ხელისუფლებისაგან ახალი საირიგაციო სისტემის მონტაჟს ითხოვენ. წყალსაკაჩები არ მუშაობს და როცა საჭიროა, გადახმა ყველაფერი. წყალი არ არის საერთოდ, სარწყავი წყალი ჩვენთან ვერ ვწყავთ. გრაფიკით არის, მაგრამ გაფუჭებულია შერემონტება უნდა. ხა მორწყვა შეჩერებულია, ჯესანამ არ გააკეთებენ და ჩვენთან სულ მუდამ არის წყლის პრობლემა, მარტო დღეს არა. არა გვაქვს საერთოდ სარწყავი წყალი კი არა, დასალევი წყალიც ძალიან გვიჭირს. მყიმა არ არის, გვალვებია და ძალიან უჭირს მოსავალს. შეიძლება ამ წუთში ითქვას არ არის, მაგრამ თუ კი რიტმულად მოვიდა და იქნა მასიურად, კიდე შეიძლება რაღაცა გამოსწორდეს, მაგრამ საჭიროა. ნაწილი არის რაიონში და ნაწილზე არ არის გაკეთებული და ხალხი ნასოსებით რწყავს სწავლობს. სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები განმარტავენ, რომ ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საირიგაციო სისტემის პრობლემა აქტუალურია. თემურ გვარამაძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან სარწყავი წყლის სისტემის პრობლემის მოგვარებაზე მილიონობით ლარი იხარჯება, თუმცა შედეგი მაინც უარყოფითია. მეტი იხარჯება ირიგაციის კუთხით და საბოლოო ჯამში აღნიშნული კუთხით ძალიან დიდი პრობლემატიური საკითხის წინაშე ვდგებით. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის სატუმბო სადგურები, რომელიც ადრეულ პერიოდში მუშაობდა სრული დატვირთვით და თითქმის სამწუხაროდ ჩვენი დაუდევრობის გამო ზოგიერთი პიროვნებებისა, რომლებმაც ჯართად აქციეს ეს აღნიშნული აგრეგატები, უკვე ძალიან მძიმედ დაგვხვდა წინ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფლებში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დაწყებულია. სოფლის მეურნეობის საკითხებში გამგებლის მოადგილის თქმით, სარწყავი არხების კეთილმოწყობა 7 სოფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. რა ბედიელით იმ ფერმერებს, სადაც საირიგაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს, ამ კითხვაზე აშოტ მინასიანს პასუხი არ აქვს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარეობს სარწყავი არხების რეაბილიტაცია. რამდენიმე სოფელში ეს სალკე პატარ-პატარა თანხებია, მაგრამ რეაბილიტაცია არის მაგ 4000-იანი არის, 7000 ლარიანი, 13000 ლარიანი. საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურში, ზემოსხვილისში, ღრელში, ივლიტაში, მუსხში, ხეոցსა და ნაუხრებში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 60000-მდე ლარი დაიხარჯება. იმ სოფლებში კი, სადაც საირიგაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს, მოსახლეობა ბუნებრივ ნალექს ელოდება.